საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. დღეს გაშლა გვექნება პარტნიორზე. ნახოთ როგორი ფიქრებით მოვიდა შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი. არა აქვს მნიშვნელობა ერთად ახართ, დაცილებული ხართ. ოღონ რა თქმა უნდა კარგად იცნობდე. ახლა მოთავსდი ლამაზად. წარმოიდგინე შენი პარტნიორი. კარგად თქვი მისი სახელი, შენში თქვი და ვნახოთ ამჟამად შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი როგორ უყურებს შენს ურთიერთობას. დავიწყოთ. როგორ უყურებს ამჟამად შენს ურთიერთობას. ჩემო კარგო. ამჟამად შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი თითქოს ყოველთვის მზად არის შენი გულისა, დიდი გრძნობებით დგას. მაგრამ ცოტა არ იყოს მხიარულობა უკვე აკლია. შენსკენ ნახტომი უნდა რომ გააკეთოს, მაგრამ ამჟამად ძალიან გულნატკენია. ან შეიძლება გულნატკენი იყოს, ან შეიძლება რაღაცით დაზარალებული იყოს. კარგი ვნახოთ, შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორს უყვარ ხარ? ჩემო კარგო, აქ რას ვხედავ? აქ არის ძალიან დიდი მასკა, თითქოს. ამ სიყვარულში, ან შეიძლება წარსულში იყოს რაღაცა ტყუილები, შეიძლება რაღაცა ტყუილებში დაიჭირეთ, ან დაგიჭირათ. აქ უფრო რაღაცა ფინანსური ლაპარაკი აქვს, რაღაცა ფულის თაობაზე აქვს ლაპარაკი. ამჟამად რაღაც ფარხმალიც კი დაყრილი აქვს ამ სიყვარულში, მაგრამ როგორც ოჯახის წევრი, მაინც ასე გიყურებს. როგორც ოჯახის წევრი ისე გიყურებს ეს პიროვნება. კარგი. ნახოთ ახლა შენს მიერ ჩაფიქრებულ პარტნიორს შენს გარდა სხვა ვინმე ჰყავს? შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი ჩემო კარგო. ამჟამად ან ძალიან დაღლილია, ან ძალიან გულგაციებულია, ან შეიძლება ავათაც იყოს. სიყვარული ამობრუნებული აქვს, თითქოს სიყვარული, ოჯახი, ყველაფერი თავდაღირა კიდია, მაგრამ ეს იცოდე, აკლია ალერსი და სითბო. კარგი. შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი ამჟამად რას ელოდება შენსგან? შენსგან რას ელოდება იცი? ჩხუბს, უსიამოვნებას. თითქოს ურთიერთობა შეჩერებულია, კი შეიძლება ერთმანეთს უყურებდეთ, უთვალთვალებდეთ, შუქს გაყურებდეთ ერთმანეთის. ცოტა არ იყოს ძვირფასო, რაღაცა დისტანციურად დგეხარ ამ პიროვნებასთან და რაღაცა ორწყალშუად გეხართ. ნახე როგორ ჩქარობს კარტი. კარგი. რას გეტყოდა შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი? ჩემო კარგო, რას გეუბნება? ამჟამად თითქოს უნდა რომ გადმოდგას შენთან ნაბიჯი. უნდა რომ დაგანახოს როგორი გმირია. მაგრამ რაღაცა გადაწყვეტილებას ელოდება. სხვათა შორის თვითონაც ძალიან გულგატეხილია, მაგრამ ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ კიდე ძალიან დიდი შანსები არის თქვენ შორის. კიდე რას გეტყოდა? ამჟამად ძალიან უმძიმს, რაღაცა თანხა სჭირდება, რაღაცა დახმარება სჭირდება და სხვათა შორის რაღაცა დროს გვიჩვენებსო, ასე გეუბნება, რაღაცა ცოტა არ იყოს დრო გჭირდებაო, გეუბნებათ. კარგი, კიდე რის თქმა სურს? ჩემო კარგო, ეს დროს ეხლა ძალიან ბევრი მიყურებთ, მაგრამ აქ შეიძლება ან ერთად არ იყოთ, ან შეიძლება ერთად იყოთ, მაგრამ ამჟამად რაღაცა სიმძიმე ადევს ამ პიროვნებას, თითქოს იმალება, ან იბლოკება, რაღაცაზე არის, აი მიმალულია თითქოს.
მაგრამ თქვენთან შეერთება, თუ ერთად ახართ, ერთად ყოფნა უნდა თქვენთან ერთად, ან თუ ერთად არ ახართ, შეიძლება უნდა რომ ერთად იყოთ, ყველგან გათვალიერებს, რას აკეთებ, ვისთან ახარ, ვისთან საუბრობ, მიყვარხარო გეუბნება შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი და შენთან შეხვედრა ყოველთვის სურს სასიყვარულო. მაშინ მოდი ვკითხოთ, გადმოდ გავსნაბით შენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი. სხვათა შორის ძვირფასო მეგობრებო, თქვენთან ერთად ბედნიერება სურს. სურს, ამჟამად რაღაცის მოლოდინშია, ან ძალიან ენატრები, ან შენგელოდება. კარგი, ბოლოს რას იზავს? როგორ იმოქმედებს? ჯერჯერობით შეჩერებულია, დაღონებულია, ზურგშექცეულია, ჩემო კარგო თვითონაც, მაგრამ ამბობს ამას, შენ არაფერი არ გაკლია, შენ ყველაფერი გაქვს, ჩემი თავი რადგინდა უკვე ასეთი მობუზული და გაბრეზებულია. თქვენში სხვათა შორის ჩემო კარგო ცოტა სიცივეც არის. ეს პიროვნება ამჟამად თქვენს მიერ გრძნობებში ძალიან დეპრესიულად არის, რაღაცას ნანობს, ღამე შეიძლება უძილობაც გქონდეს, თქვენში მოხდა რაღაცა დიდი სიცივე, შეიძლება თქვენც ძალიან მკაცრად დაუდექეთ ამ პიროვნებას და ამის გამო ძალიან დიდ დეპრესიაშია, რაღაცას ნანობს. აი ესეთია თქვენი პარტნიორის ფიქრები, ჩემო ძვირფასებო. ახლა დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.